კითხვის დასმა პასუხზე ძვირადღირებული რესურსია. დღეს ვისაუბრებ კითხვის ძალაზე, ყურადღებით მოისმინე და შენი ცხოვრება შეიცვლება. როდესაც უსაზღვრო რესურსები გაქვს, ერთადერთი რაც გრჩება, ეს არის ის კითხვა, თუ სად წაიღო ეს რესურსები და რაში დააბანდე. და როდესაც ყველაფერში დააბანდებ ამ უთვალავ რესურსს, შემდეგ ერთადერთი ფასეული და მნიშვნელოვანი რაც რჩება, ისევ კითხვაა, თუ რაში დააბანდო ეს რესურსი. სულიერებაშიც უფალთან იგივეა, კითხვის დასმა არის კითხვის პასუხზე ფასეული. რადგან ამ სამყაროში პასუხები არის, იგივე ძალა არის. უფალს ჩვენთვის აქვს ყველა კითხვაზე პასუხი და ჩვენ ვართ უფლისთვის კითხვა და ჩვენი კითხვის დასმა არის ყველაზე ფასეული და ყველაზე ძვირადღირებული რესურსი. როგორც უთვალავი ფულის მფლობელს აქვს განხორციელებული ყველაფერი და ელოდება იდეას, თუ რაში განახორციელოს ეს ყველაფერი, რადგან უკვე ყველაფერი ამოწურა, ისე აქვს უფალს. უფალს რა თქმა უნდა თავის იდეები აქვს უამრავი, მაგრამ ადამიანები იმდენად განსხვავებულები არიან და ეს განსხვავებულება შემთხვევით არ არის. ადამიანების ანაბეჭდი თითოეული რატომ არის განსხვავებული? ადამიანი თითოეული რატომ არის განსხვავებულად ინდივიდუალური? რადგან მას უნდა გაუჩნდეს განსხვავებულად ინდივიდუალური კითხვები უფლისთვის, სამყაროსთვის, თავისი თავისთვის. ამიტომ რაც უფრო განსხვავებულია თქვენი კითხვა ამ სამყაროში, მით უფრო ეცემა თქვენს კითხვას პასუხი, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. შენ უნდა დასვა სწორი კითხვა და ეს კითხვა უნდა იყოს მიმართული უფალთან და არა სატანასთან, რადგან სატანა შენ არასდროს არ გაგცემს სწორ პასუხს. ის უბრალოდ შენ გადაგაგდებს ხრამში პასუხებით. გარე მატრიცულმა ბნელმა სისტემებმა იციან, რომ კითხვა ამ სამყაროში არის ყველაზე ფასეული და ყველაზე ძვირადღირებული რესურსი. შესაბამისად, ადამიანებში ისეთი ცნობიერი ჩანერგეს, ჩააშენეს ხელოვნურად, რომ ადამიანები კითხვებს აღარ სვამენ. ეზოთერიაში განსაკუთრებით არავინ არ სვამს კითხვას. მხოლოდ ანხორციელებენ. მოვა ვიღაც, გაიღვიძა, რაღაც რიტუალს შესთავაზებენ, კითხვებს არ დასვამს. ვინ შესთავაზა რიტუალი, მანაც არ დასვა კითხვა. იმის წინამაც არ დასვა კითხვა. იმის წინამაც არ დასვა კითხვა. კითხვებს არავინ არ სვამს. ნამდვილ კითხვებს და არა იმ კითხვებს, რაც მნიშვნელოვანი არ არის. რატომ არ სვამს ადამიანი კითხვებს? იმიტომ რომ კითხვა პასუხიან კითხვებს აძლევენ ადამიანს. ადამიანს აძლევენ კითხვასაც და პასუხსაც. და კითხვა-პასუხი ნიშნავს იმას, რომ მატრიცული სისტემა თავის აზრს ახვევს ადამიანს თავზე. მაგალითად, დასვი კითხვა: მე მინდა ვიყო რომანტიული და პასუხი მოვიდა სისტემიდან. უნდა დაუჩოქო, ბრილიანტით უნდა სთხოვო ხელი, ეს უნდა ქნა, ის უნდა ქნა. არავინ არ გეტყვის, რა გინდა შენ, რაც დაგიდეს, იმას ახორციელებ. იქნებ შენ არ გინდა დაუჩოქო და გინდა ხელში აიტატო, მაგრამ არა, გარემო სისტემა გეუბნება რომანტიული თუ გინდა იყო, იყიდე ძვირადღირებული ბრილიანტის ქვა, რომელსაც რეალურად ფასი არა აქვს და ხელოვნურად არის გაძვირებული და დაუჩოქე. და ეს არის რომანტიკა. და ეს გაგაბედნიერებს. კითხვის დასმის საშუალებას არ გაძლევენ და გთავაზობენ მზა პროდუქციას, მზა კითხვა-პასუხს, რომ შენ უნდა იყო ესეთი. ის კი არა რა გინდა შენ, არა. შენ უნდა იყო ესეთი. თუ შენ გინდა იყო ისეთი, როგორიც შენ გინდა, ესე იგი შენ არ ვარგი ხარ. შესაბამისად, კითხვების არ დასმა იგივეა ადამიანმა შეწყვიტოს წყლის სმა და სვას ის ტოქსიკური ნივთიერება, რასაც გარემო ტოქსიკური, მატრიცული, ეზოთერიული სისტემა სთავაზობს ადამიანს. შესაბამისად, ადამიანის ყველა დესტრუქციულ შედეგს ქმნის კითხვების არ დასმა და პირდაპირ მიიღება გარემო მატრიცული ბნელი სისტემების მიერ, ეს უნდა ქნა. ის რასაც გეუბნებიან, რომ ეს უნდა ქნა და ეს არის სწორი და იქ სადაც არ გეკითხებიან, შენ რა გინდა, შენ იქ ვერასოდეს ვერ იქნები ბედნიერი ნამდვილად. შესაძლოა გეგონოს, რომ ბედნიერი ხარ, ყველაფერი გაქვს, მაგრამ ეს არის ბედნიერების ილუზია, რომელსაც შიგნით ღრმად გრძნობ ამას, აი რაღაც ყრუტკივილი გეუბნება ქვეცნობიერად რაღაცას თან ვერ ხვდები, მაგრამ როცა იღვიძებ, მაშინ ხვდები თურმე რა გაწუხებ და ის ყრუხმაური შიგნიდანაც გამოდიოდა, თურმე ეს ყოფილა, რომ გარემო სისტემებს საყვებოდი და არა საკუთარი შინაგანი გულის ხმას და შენ ინდივიდუალურ სურვილს. როდესაც შენ გარემო სისტემების მექანიზმების გამოყენებას ეშვები, ეზოთერიაში ყველა რიტუალები, რაც არის მექანიზმები, როდესაც საკუთარ კითხვას სვამ, რაც გულიდან არის მოსული, შენ უკვე გარდაიქმნები არაჩვეულებრივ განსხვავებულ ღვთიურ არსებად და როდესაც ესეთ არსებად გარდაიქმნები, შენ უკვე არ მოსწონ ხარ სისტემას, უკვე აღარ ხარ ცხვარი, რომელიც მოძრაობს იმ ხაზზე, რა ხაზზეც დასვეს. დღეს
არანაირ კითხვებს აღარ სვამს ადამიანი. თუნდაც ვიღაც ცუდად მოგექცათ. თქვენ კითხვებს თუ სვამთ, თქვენ სვამთ არასწორ კითხვებს და არასწორ ფორმაში. პირველი რა ფორმატშიც თქვენ კითხვებს სვამთ, ეს არის რატომ მოიქეცი ესე? გესმით? და ეს არ არის კითხვის ფორმა. თქვენ არ გაინტერესებთ კითხვის გულწრფელი პასუხი ამ ფორმაში. არამედ თქვენ იმ კითხვის ფორმას სვამთ, რა კითხვის ფორმაც გარემოს სისტემამ შეგაჩვიათ. ხოლო გულიდან წამოსული კითხვა, რომელიც შენ განვითარებს, გულისხმობს ესეთ ფორმატს. რატომ მოიქეცი ესე? ხვდები? შენ ინტერესდები ეს ადამიანი რატომ მოიქცა ესე? განსჯის და ბრაზით კი არა, ინტერესით ინტერესდები, ღვთიურად, რატომ მოიქეცი ესე? და ეს კითხვის ფორმა შენ გეხმარება გააცნობიო, რომ ის ადამიანი რატომ მოიქცა ესე, შენი დანაშაული რა არის, თუნდაც არაფერშუაში იყო. შენ იქ რო აღმოჩნდი, ეს უკვე შენი ამბავია. შენ რომ ქოფაკი ძაღლებით სავსე ეზოში შეხვედი და იმ ძაღლებმა დაგკბინეს, შენ ხარ აქ შუაში, შენ შეხვედი იქ და როდესაც კითხვას სვამს სწორ ფორმაში, შვიდში და ღვთიურად, რატომ მოიქეცი ესე? ის აგიხსნის, რომ მე ვარ ესეთი ქოფაკი, ვიკბინები. შენ შემოხვედი ეზოში და აღმოაჩენ, რომ კი ის ცუდია, ცუდად მოიქცა ის ადამიანი, მაგრამ შენ შეხვედი მაგ ეზოში და მეორეჯერ აღარ შეხვალ შენ მაგ ეზოში, მაგრამ ნახეთ, დღეს თქვენ ამ ფორმის კითხვის დასმის საშუალებას არავინ არ გაძლევთ. ჯერ გარემო სისტემა ისეთი დასტრესილია, რომ ფიზიკურად აღარ გაქვს საშუალება, რომ ეს კითხვა დასვა ამ ფორმაში. რატომ მოიქეცი ესე? ყველა გარე სისტემა ისეა მოქცეული, რომ შენი ყურადღება გარეთ არის და არა შიგნით. ამიტომ, როდესაც რაღაც ცუდი ხდება შენს ირგვლივ, ყოველთვის გარეთ აბრალებ რაღაცას, რადგან შენ თუ შიგნით შეიტან შენს კითხვას, რატომ მოიქცა ის ადამიანი ასე და მე სად ვარ ამ ყველაფერში, შენ უკვე აღარ დაგემართება მსგავსი რაღაც და უკვე დაჭკვიანდები და აღარ იქნები მართული გარე ბნელი სისტემების მიერ. ამიტომ დღევანდელი კითხვის დასმა არის განსჯა და არა ჭეშმარიტების პოვნა, რომ მეორეჯერ აღარ დაიმართოს ადამიანს მსგავსი რამ. ამიტომ, როდესაც ადამიანი განსჯის კითხვის ფორმაში, ის არასდროს არ ეძებს პასუხს და ყოველთვის ერთი და იგივე ტალახში ისვრება. აქედან გამომდინარე. ეხლა შეიძლება თქვათ, რომ რას ქვია კითხვებს აღარ სვამ, გამუდმებით კითხვებს სვამ. აქ საუბარია სწორ კითხვებს და სწორ ფორმაში კითხვის დასმას. კითხვა ის კი არ არის ფულის ადვიშო და თავი მტკივა და როგორ მოვირჩინო თავის ტკივილი და ეს არ არის კითხვები. შენ თავი რომ მტკივა, თავის ტკივილი რამ გამოიწვია, სათხარ იქ შენ, რა ხდება? მნიშვნელოვანი გულწრფელი კითხვები უნდა დასვა. გულწრფელი. კითხვა მაგალითად ის კი არ არის, ეს შოკოლადი რა არის? გამყიდველი გეტყვის, რომ ეს შოკოლადი არის ესე და ეს კომპანიის გემრიელია და შენ გონია სწორი კითხვა დასვი და მიიღე პასუხი. არა, შენ უნდა დასვა სხვა კითხვები, მაგალითად, ვინ დაამზადა ეს შოკოლადი? რას შეიცავს ეს შოკოლადი? რა არის პალმის ზეთი? რას შვება ეს? რა არის ეს? მიხვდით? ნამდვილი კითხვები უნდა დასვათ და არა ის, რომ რა შოკოლადია ეს და პასუხობს, ეს არის ბრენდის შოკოლადი და უგემრიელესი, ბრენდის თუა მაშინ უნდა ვენდო. და გონია კითხვები დასვა. ეხლა მე აქ მაგალითად ეს რაღაცები მომყავს, მაგრამ ეზოთერიაშიც იგივეა. მაგალითად, მივა ადამიანი ეზოთერიკთან და ეტყვის გამოჯამრთელება მინდა. და ეზოთერიკი ეუბნება ან ტაროს გაგიშლი, ან რაღაცა. და ადამიანი იმას კი არ ეკითხება, რა არის ტარო, უფასოა ენერგეტიკულად, სულიერად გადახდა მომიწევს, ვინ გაძლევს ინფორმაციას, დაშვებებს იღებ ჩემგან, რამე დამემართება? ის ამ კითხვებს კი არ სვამს ადამიანი, არა. ადამიანი სვამს იმ კითხვებს, რაც ეზოთერიაში უთხრეს რომ უნდა დასვას. და სვამს ესეთ კითხვებს, მაგალითად, რა დამიჯდება? დიდი ხანია ტაროს შლით? ამიხდება სურვილები? გამოვა აქედან რამე? მიხვდით? და ეს კითხვები საიდან წამოუვიდა ამ ადამიანს? იმიტომ რომ კაცის შვილი არ ლაპარაკობს, რომ თუნდაც ტარო კლავს. არ არის სხვა აზრი, არ დევს სხვა აზრი გარეთ. ყველა სისტემის ნაწილია ეს ეზოთერიკოსები, ყველანი ესენი არიან ბნელი ეზოთერიული მატრიცის სისტემის მექანიზმები. ამიტომ, როდესაც ადამიანი შედის და ცდილობს სწორი კითხვები დასვას, არსად არ არის შემეცნება, რომ ადამიანმა სწორი კითხვები დასვას. მხოლოდ იმ კითხვების დასმის საშუალება ეძლევა ადამიანს, რომლის საშუალებაც მიცეს გარე სისტემურმა მატრიცის ბნელმა არსებმა. ეს ეხება ნებისმიერ სფეროს დედამიწაზე. მაგალითად, გინდა შენ ბედნიერი იყო, იპოვო შენი მეორე ნახევარი, იყიდე ძვირადღირებული მანქანა და ყველა გოგო შენი იქნება. გინდა ნამდვილი მამაკაცი იპოვნო? რეკლამები. გაიკეთე პლასტიკური ქირურგია, წაისვი ეს მაკიაჟი, ისეთი მაკიაჟი გაიკეთე, როგორც პაპუასები იკეთებდნენ ნადირობის
დროს მამაკაც უნდა ყავდეს ძვირადღირებული პორშე, უნდა ყავდეს ეს, უნდა კონდეს ის, მაგრამ ერთსად ვერ ნახავთ რეკლამაში რომ იცი რა ამ მამაკაც პორშე ყავს და შენ თუ ამ მამაკაც შეიყვარებ, ან მოძალადეა, ან გაგიმწარებს სიცოცხლეს. ესეთ რაღაცას ვერსად ვერ ნახავთ. ამას მიგაჩვიეს. აღარ სვამთ თქვენ იმ კითხვებს, რა კითხვებიც უნდა დასვათ. მხოლოდ იმ კითხვებს სვამთ, რისი დასმის უფლებაც მოგცეს, რაც შეგმოგაჩეჩეს ხელში. ნამდვილ კრიტიკულ კითხვებს თქვენ აღარ სვამთ. დასრულებულია თქვენი მდგომარეობა, სანამ ამ ყველაფერს ვერ მიხვდებით. სანამ იმ კითხვებს სვამთ, რომელიც მოგაწოდეს გარედან, მაქამდე თქვენ ვერაფერს ვერ მიხვდებით ამ სამყაროში. სანამ ეზოთერიკოსები გარე მექანიზმებს იყენებთ, რიტუალებს ამ ყველაფერს, თქვენ არაფერი არ გეშველებათ. სისტემური ბნელი მატრიცების ჭანჭიკის ნაწილები ხართ. შენ უნდა დასვა კრიტიკული კითხვა, რომელიც დაგეხმარება ნამდვილი არსის გამოვლენაში, რასთანაც გაქვს კითხვა. რასთან დაკავშირებითაც სვამ კითხვას, შენი კითხვები უნდა იყოს მიმართული იმ მიმართულებით, რომ ავლენდეს იმ კონკრეტული არსის ნამდვილ მდგომარეობას, ნამდვილ სახეს, რომ ავლენდეს ამ არსის ნამდვილ სახეს. ჭეშმარიტი კითხვები უნდა ავლენდეს მოვლენის თუ ნივთის თუ პროცესის ნამდვილ სახეს და არა მის გარეგნულ მულაშს, ფუტლარს, ვიზუალს. ნამდვილი კითხვების დასმას, როდესაც წყვეთ, როდესაც კრიტიკული კითხვების დასმას წყვეთ, შენი ცხოვრებაც წყდება, ჩერდება და მიედინება დესტრუქციისკენ. რადგან ის კითხვები, რაც გარედან არის შემოჩეჩებული შენზე, ეს კითხვები მიმართულია იმისთვის, რომ დესტრუქციისკენ წახვიდე, დეგრადირებისკენ წახვიდე, მონობისკენ წახვიდე, აღარ გქონდეს ის, რაც შენს ინდივიდუალურ ყვავილს ააყვავებს. შენ ის ხე იზრდები, რომელი ხის გაზრდაც ბნელ მატრიცულ სისტემას სურს. და შენ იზრდები ბუჩქი, ხე კი არა. და შენ უნდა გახდე დიდი მოყვავილე ხე, უფლის ხე ხარ. და უფლის ხე შენ ვერ გახდები, სანამ გარე მატრიცული, ეზოთერიული, შავი სისტემების მექანიზმებს ექვემდებარები. სანამ ამას აკეთებ, ვერ გახდები შენ ხე. შენ ხარ ბუჩქი, რომელსაც კრიჭავენ გამუდმებით. სატანამ ეს იცის, სატანამ იცის უფლისთვის ჩვენ რას წარმოვადგენთ. უფლის შვილები ვართ, ჩვენ ყველაფერი ვართ უფლისთვის, მაგრამ უფლისთვის მთავარი, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, ჩვენ ვართ უფლისთვის კითხვების უშრეტი წყარო, ძიების უშრეტი წყარო, ინდივიდუალური ხეყვავილი. და ხეყვავილი შენ ვერ გახდები თუ კითხვებს არ სვამ, რისთვისაც უფალმა შექმნა, ნამდვილ კითხვებს თუ არ სვამ, შენ ვერასდროს ვერ გახდები ნამდვილი და ესაა მიზეზი, სატანა რატომაც ბლოკავს მატერიალურ სამყაროში თქვენში ნამდვილ კითხვებს და რატომაც გაჩეჩებთ ამ კითხვებს. კითხვა შეიძლება დასვათ, როგორ მაჩეჩებს მე ამ კითხვებს ყველგან, რეკლამებში, ეზოთერიაში, რელიგიაში, ყველგან აღარ გრჩება შენ კრიტიკული კითხვების დასმის საშუალება. სანამ ვიღაცა ამაზე არ გეტყვის. მაგრამ გაიხედე ინტერნეტში, თუნდაც ეზოთერიაში გაიხედე. კაციშვილი არაფერს არ გეუბნება საფრთხეების შესახებ. ერთ კაცს ვერ იპოვნი. ეხლა მე დავიწყე და ერთმა ორმა ეზოთერიკოსმა დაიწყო. და მომრავლდებიან ისინი, მიხვდებიან რა უნდა ქნან, მაგრამ ნახეთ, აქამდე კაციშვილი ხმას არ იღებდა. ისინი, რომლებსაც პატივს სცემთ, რომლებიც მოგწონთ ეზოთერიკოსები, ტელევიზორში რომლებსაც უყურებთ, მათ თქვენთვის ერთხელაც კი არ აქვთ სიმართლე ნათქვამი. ერთხელაც კი, აქედან გამომდინარე. ან თავად არიციან, ან სპეციალურად გიმალავენ. ხვდებით რა შეასაქმე? ერთ კაც არა აქვს ნათქვამი, ერთ რომელსაც პატივს სცემთ ეზოთერიკს, რომ იცი რა, ტარო რელის არის, სატანის არის, მაგრამ იცის რაც არის. თქვენ უნდა მოგწონდეთ გმირი ეზოთერიკოსები, რომლებიც პირდაპირ წავლენ წინააღმდეგ სიბნელისკენ და გამოანათებენ დიდ შუქს. და ესენი გმირი და შუქის ეზოთერიკოსები კი არ არიან, ცუციკი მშიშარა მოჩვენებითი ეზოთერიკოსები არიან, რომლებიც ჩასრული არიან. მოდი პირდაპირ ვთქვათ. ეზოთერიკი, რომელსაც აქვს ამბიცია სულიერებაზე და რომელიც ხედავს გვერდით შავ მაგებს, რომლებიც ანადგურებენ ადამიანებს, ყველაფერს რასაც მე ვყვები რომ ხედავს, ის არის მშიშარა. ის არ არის შუქის მატარებელი. გესმით? შესაძლოა შუქს გასწავლიდეს, მაგრამ შუქის მატარებელი შენ არასდროს დაგიმალავს შენი მტრის ნამდვილ სახეს. ამაშია საქმე. რატომ იცით? შუქი არ მიცემს ამის საშუალებას. თქვენი აზრით მე ამ ყველაფერზე რატომ ვლაპარაკო? შუქი არ მაძლევს მე ამის საშუალებას, რომ ამაზე არ ვილაპარაკო. და ამიტომ ეზოთერიკოსებო, თუ რომელიმეს გააქვთ ამბიცია, საერთოდ რაიმე შუქის ერთი რამე გააცნობიერეთ, თქვენ უნდა ილაპარაკოთ ადამიანების მტრის შესახებ. ეს თქვენი პირდაპირი მოვალეობაა. და ამას თუ არ ასრულებ, შენ შუქის მხარეს არ ხარ. შენ ბნელის ხელშემწყობი ხარ, რადგან შენ უნდა იყო ბნელის გამომჩენი, შენი შუქით, რომ ადამიანებმა შეხედონ ამას. ერთადერთი ფუნქცია ესაა შენი. და ამ ფუნქციას თუ არ ასრულებ, რა არის მაშინ შენი? რომ მარტო სიყვარულზე ილაპარაკო? შენ სიყვარული რა გონია? სიყვარული არის თავგანწირვა და ელემენტარული ვიღაც რავი მაგის თუ გეშინიას, რეპუტაციის თუ გეშინიან, რომ ვიღაც აღარ დაგელაპარაკება, საზოგადოებაში აღარ მიგიღებს ეზოთერიის, შენ რანაირად ხარ შუქის მხარეს? შენ ხარ შიშის მხარეს. და სიყვარული გაკლია, იმიტომ რომ სიყვარული შენ
შენ თებს გადაგადგმევინებს მომიტევე და ვიღაც კულიანი შავი მაგების კი არ შეგეშინდება შენ რომ ამ მზეს ააფეთქებ შენში შენი შეეშინდებათ შავმაგებს ამაშია საქმე შენ უნდა იყო აბსოლუტური სიყვარულის შუქის წყარო უნდა ილაპარაკო სიმართლე და იქეთ შეეშინდება შენი შუქის იქიდან გამომდინარე რომ გეშინია შენ შუქს ვერ აფეთქებ და შენი შუქის არავის არ ეშინია იქეთ გეშინია ამიტომ შეგიძლია ეს გამოასწორო თქვენ არ ეხმარებით ადამიანებს ნამდვილი კითხვების დასმაში თქვენი შიშიდან გამომდინარე თქვენც არ სვამთ კითხვებს ეხლა ბევრს ალბათ გონია რომ მე ამ ყველაფერს რომ განვიხილავ ან ვინმეს განსჯი ან ვინმეს მიმართ რაღაც ნეგატივი მაქვს ან რაღაც თქვენ მე იდიოტი ხომ არ გგონივართ მართლა მაინტერესებს იდიოტი გგონივართ ჩემში არანაირი განსჯა გულში წყენა რაღაც ბრაზი რაღაც მაზი კვაზი ნაზი ტამპიტაცი არ არის ხალხო ეს ჩემში ეს არ არის განსჯა არა ეს არის შუქის გასხივება სამყაროში თქვენში განსჯა არ არის ეს განსჯა იცი რა არის შენ რატო ხარ ესეთი შენ ხარ ცუდი და შენ უნდა დაგემართოს ეს არის განსჯა ხოლო როდესაც შუქს ასხივებ ცოდნის სახით ეს არის მადლი შავი მაგებისთვისაც ადამიანებისთვისაც და მთელი სამყაროსთვისაც გააცნობიერე ეს ამიტომ შენი შიშიდან გამომდინარე შენც არ სვამ კითხვებს ნამდვილს და როდესაც ცხვირწინ აგიფრიალებენ შავი მაგიის რიტუალს და ხედავ ამას იძახი რომ ეს მე არ მეხება რადგან ეს განსჯა ვინ გითხრა ვინ ჩაგინერგა ეს რომ ეს განსჯა იცი არ იცი არ არის ეს განსჯა როდესაც შენ შუქი შეგაქვს და როდესაც შენ ჭეშმარიტებას საუბრობ და როდესაც შენ გულში არ გაქვს არც განსჯა არც ბრაზი არც სხვა რამ უბრალოდ სისუფთავე სხივი მორჩა ამ ყველაფრიდან გამომდინარე შენ კითხვებსაც აღარ სვამ როგორც ეზოთერიკოსი ადამიანებიც რა თქმა უნდა შენგან გამომდინარე საერთოდ არ სვამენ ნამდვილ კითხვებს და არავინ არანაირ კითხვებს აღარ სვამთ და ყველანი მიდიხართ ტარტარისკენ ამიტომ დღეს თქვენ უნიკალური ცოდნა მოგეცათ და დაიწყეთ ნამდვილი კითხვების დასმა მაგალითად თქვენ შეიძლება დაიწყოთ კითხვების დასმა უფალო როგორ ვიშოვო ამდენი ფული უფალო როგორ გავხდე ესეთი როგორ მივიღო ეს როგორ გავაკეთო ეს და უფალი მაგ კითხვებს არ პასუხობს რადგან შენ არ სვამ იმ კითხვებს რომელიც ეკუთვნის უფალს არამედ შენ სვამ იმ კითხვებს რომელიც ეკუთვნის სატანას სატანა პასუხობს იმ კითხვებს რომელი კითხვებიც არ შეესაბამება უფალს მარტივად გეტყვი შედარება რომ გავაკეთოთ უფალსა და ჩვენს შორის ყავს შვილი და გაქვს უსაზღრო ფული და მოვიდა შენი 5 წლის ბავშვი და გეუბნება მამა რა არის შვილო გეუბნება მამა კალაშნიკოვი ავტომატი მინდა ვიყიდო მიცემ ფულს არა რატო იმიტომ რომ იცი რომ ის კითხვა შენმა შვილმა რაც დასვა ის სურვილი შენმა შვილმა რაც მოითხოვა ეს მას არ გამოადგება და დაღუპავს ამიტომ როდესაც შენი შვილი ამ კითხვით მოვა შენ ეტყვი შვილო გადი სხვა კითხვა დასვი სხვა სურვილით მოდი აი მოვიდა შენი შვილი და გეუბნება მამა რა არის შვილო ეს მინდა ვისწავლო ეს მინდა გავაჯანსაღო ჩემში რამდენი ტრილიონი გინდა შვილო ამდენი მამა მაგაზე მეც მოგცემ შვილო არ არის პრობლემა უსაზღროდ მაქვს შენ რასაც ითხოვ რაც გარემომ გითხრა რომ უნდა მოითხოვო უფრო სწორედ ის რომ უფალმა მოგცეს შენ ვერ გადარჩები ფიზიკურად შენ გგონია რომ ეს გინდა გესმის თორე უფალს კი არ ენანება მოგცეს ის რაც გინდა მას არ ენანება მას აქვს უთვალავი ეს წარმოიდგინეთ ტრილიონი კენჭი გაქვთ და ვიღაც მოდის და გეუბნება ეს კენჭი მომე მე გადამარჩა ხო არ შეგენანება შენი შვილისთვის ხო მიცემ პრობლემა უკენჭობაში არ არის ურესურსობაში არ არის პრობლემა შენს კითხვასა და სურვილშია რომელიც შენგან განადგურებს და ამიტომ არ გეძლევა და როდესაც სწორი კითხვის და სურვილების ფორმას აყალიბებ თავში და ითხოვ შენის გეძლევა და იღებ შედეგს გესმით რაშია საქმე არასწორ კითხვებს სამთ უფალთანაც და არ ეხმაურება უფალი ამას და ეხმაურება სატანა და სატანა გაძლევთ ისეთ რაღაცას რაც განადგურებთ უბრალოდ ამიტომ როდესაც ჩვენ არასწორ კითხვებს ვსვამთ ჩვენთან მოდის არასწორი პასუხი სატანისგან და როდესაც სწორ კითხვებს ვსვამთ უფალი ეხმიანება ამ კითხვებს და გვეძლევა სწორი პასუხები და შესაბამისად ღვთიური შედეგი. არასწორ სურვილებს უთქვამთ და არასწორ შედეგებს იღებთ. მარტივია, გადიხარ ფულზე ლოცულობ ღმერთთან და იღებ რაღაც ისეთ შედეგს, რომ ფულს იღებ, მაგრამ მე 10,000 ჯერ მეც ხარჯავ ჯანმრთელობაში ან რაღაცაში. რატომ? იმიტომ რომ მაგ სურვილებს უფალი არ გამოხმაურებია, გამოეხმაურა დაბალი ენერგიები. შენგან გაუცნობიერებელი კონტრაქტი დაგიდო. გამოხვედი და უფალს თქო, უფალო მომეცი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა. გამოგეხმაურა უფალი მოგცა ფიზიკურმა და სულიერმა ჯანმრთელობამ მოგცა ფულიც ფული გააქვს მაგრამ მიხვდი რომ ფული არ არის მთავარი და სწორ გზაზე დადექი და მიხვდი როგორ უნდა დასვა უკვე სწორი კითხვები ამიტომ სანამ სწორი კითხვების დასმას არ დაიწყებთ სანამ კრიტიკული კითხვების დასმას არ დაიწყებთ მაქამდე არაფერი არ გეშველებათ სულ ამ ჭაობში იცურებთ და უფრო ჩაეშვებით ღრმად მაგალითად მიხვედი შავმაგთან გაუცნობიერებლად და დასვი კითხვები უფალო ეს რა არის ის რა არის ეს რიტუალი რა არის
ეს ნიშნები რა არის და მაგდროს უკვე უფალი რას აკეთებს იცი მაშინვე გეხმაურება შვილო რადგან შენ მე მომართე სწორი კითხვებით ესაა შვილო ესაა გამოსავალი შვილო და მე უკვე აღარ მიდიხარ ტაროლოგთან შავმაგთან კითხავთან მე უკვე სწორი კითხვების დასვას რო იწყებ უკვე უფალი გიყურებს რომ შენ სწორ კითხვებს უფალო ეს როგორ ვქნა ეს როგორ კი შვილო და ესე თქვენი აზრით ეს ცოდნები საიდან მაქვს უფალს უსვამს სწორ კითხვებს და ადამიანების დახმარების მიზნითაც უსვამს სწორ კითხვებს ადამიანი ჩემთან რომ მოდის მთელი გულით რომ სვამს ეს ადამიანი კითხვას და მე რომ ფიქრობ ამაზე უკვე ავტომატურად უფალს უსვამ კითხვას და უფალი შვილო შენ ოღონდ ამ ადამიანს დაეხმარე და იმაზე მეტ პასუხს მოგცემ რაც გჭირდებაო და გვაძლევს და შენ რომ სატანასთან მიდიხარ და დემონთან მიდიხარ ტაროლოგის სახით და მკითხავთან მიდიხარ და ამ შავ რიტუალს აკეთებ სატანას იქეთ არა აქვს და შენგან უნდა წაღება და რის მომცემია ბრიყვი ხომ არ ხარ რომ ვერ ხვდები იქეთ გართმევს არა აქვს სატანას შენგან უნდა და გატყუებს და გართმევს აფიორაში ხარ და ვერ უნდა მიხვდე მაგდენს შენგან იღებს როგორ უნდა შეარჩიო ეხლა სწორი კითხვები და სწორი სურვილები წარმოიდგინე უფალი ჩამოვიდა შენთან და გამოგეცხადა და რას თხოვდი უფალს რომ ფული მომეცი ხო ვერ თხოვდი მოგერიდებოდა რადგან უფალი არის და უფალს შენ ფული არ უნდა თხოვო ხო რას თხოვდი რომ მანქანა მომეცი ხო მოგერიდებოდა მაშინ როდესაც ისე ითხოვ რატომ არ გერიდება გგონია როდესაც ითხოვ უფალთან მანქანას და რაღაც მატერიალურს და რაღაც სისულელეებს გონია იგივე არ არის როგორც შენს პირისპირ იდგეს უფალი ერთი და იგივეა შენს პირისპირ დგას უფალი როდესაც ამას ითხოვ პირდაპირ თვალებში უყურებ და ეუბნები მანქანა მაყიდინე უფალო ის მომეცი უფალს უყურებ მაგ დროს თვალებში უფალს რომ იმართავ და მასე თხოვ და ვერ ხვდები ამაზე გონია რადგან ვერ ხედავ თვალებით შენს წინაშე არ დგას უფალი შენს წინაშე არ დგას კი არა შენს თითეულ უჯრედშია ამიტომ თუ გინდა სწორი კითხვები შეარჩიო უფალთან სწორი სურვილები მოითხოვო წარმოიდგინე სურვილის ჩათქმისას შენს წინაშე დგას უფალი და თვალებში უყურებ ჩემთან რომ მოდის ადამიანი და მეუბნება რაღაცას მაგალითად მოდის ჩემთან ადამიანი და მეუბნება ფული როგორ ვიშოვო და ვეუბნები ფულს დავი დაანებე სხვა კითხვები დასვი მე არ ვაძლევ საშუალებას ადამიანს რომ ისეთი კითხვები დასვას ჩემთან რაც შეურაცხმყოფელი იქნება უფალთან და უფალი მაინც არ უპასუხებს მას და ისეთი კითხვების დასმის საშუალებას ვაძლევ ამ ადამიანს რომ უფალს დაელაპარაკოს თქვენ შავმაგთან რომ მიდიხარ თქვენ სატანას უსვამთ კითხვას თქვენი კითხვის ფორმებით რადგან ის ეზოთერიკოსი იმ კითხვებს გასმევინებთ რა კითხვების სატანასთან მივა მე ამ სამყაროში უფალს არაფერს არ ვთხოვ საერთოდ მხოლოდ ორს ვთხოვ უფალო მომეცი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა წლებია რაც უფლისთვის სხვა არაფერი არ მithოვია მხოლოდ ორ რაღაცას ვთხოვ სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა მომეცი რაც უფრო სწორ კითხვებს აღრმავებ და რაც უფრო ელაპარაკები უფალს ჯანმრთელი კითხვებით მით უფრო უფალი ცემს და ცემს პასუხებს შენს კითხვებს და ეხლა საკმარისია ნებისმიერი კითხვა დავსვა რომ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს მაძლევს უფალი რატომ იმიტომ რომ მე უფალთან ნდობაში ვარ სწორი კითხვებით ჯანმრთელი კითხვებით საუბარში შევედი უფალთან სწორი კითხვებით და სურვილებით თქვენც ეს უნდა გააკეთოთ სწორი კითხვებით და სურვილებით უნდა შეხვიდეთ უფალთან საუბარში და ამით უნდა დაუახლოვდეთ მას სხვანაირად თქვენ უფალს ვერ დაუახლოვდებით უფალმა ჩვენ ამისთვისაც შეგვქმნა რომ სწორი კითხვები დავსვათ განსხვავებული ჯანმრთელი სურვილები გქონდეს და ამით შევიდეთ მასთან სიახლოვეში ყველაფერთან ერთად სწორი კითხვების დასმისთვის საჭირო არის სისუფთავე შინაგანი პიროვნული ფიქრების სისუფთავე ცუდი ფიქრები რომ არ გიტრიალებს და ფიქრების კონტროლი გაქვს სიტყვების სისუფთავე ცუდ სიტყვებს რომ არ იძახი ქმედების სისუფთავე ქმედებას რომ არ ჩადიხარ ცუდს ყველა ეს სისუფთავე გეხმარება იმაში რომ შენ სწორი კითხვა დასვა რატომ სვამს ცუდ კითხვებს და რატომ აქვს არასწორი სურვილები და რატომ არ სვამს ადამიანი სწორ კითხვებს მაგალითად შენ გახვედი და ვიღაცას რაღაცა ბოროტება გაუკეთე და გახვედი მერე და ხედავ ამ ბოროტებას შენთან მიმართებაში მაგრამ კითხვებს არ სვამ რადგან შენთვის ნორმა არის ის ბოროტება რასაც აკეთებ და სხვისგანაც ვერ ამჩნევ პრობლემას გესმით ნახეთ დღეს ეზოთერიკებს რა სჭირთ რასაც მე გავიძახი ესენი ამას რატომ არ გაიძახიან თქვენი აზრით იმიტომ რომ ესენი დაბინძურებული არიან გარე სისტემური ეზოთერიული მატრიცის მექანიზმებით და ეს სიბინძურე საშუალებას არ აძლევს იგრძნოს ატოა ეს ცუდი ეს სიბინძურე საშუალებას არ აძლევს მათ სწორი კითხვები დასვან მაგალითად სანამ გავერკვევოდი თუნდაც ტარო რა იყო და სანამ ამდენი ადამიანი მოვიდოდა ისტორიებით ან კითხაობა რა იყო და სანამ ამდენი ადამიანი მოვიდოდა დაზარალებული სანამ ამ ყველაფერს გავიგებდი
სისუფთავე რომ მქონდა, შეგრძნების მემბრანით გრძნობდი რომ რაღაცა ვერ არის იქ, აი რაღაცა ბნელი ტრიალებს ხედავდი ამას. გესმით, საერთოდ ეზოთერიაც რომ არ ვიცოდი რა იყო. ესენი ამას ვერ გრძნობენ, მაგათთვის ეს არის ნორმა და მე რასაც ვლაპარაკობ, უმრავლესობისთვის ეს არის სიდებილე. იმის მიუხედავად რომ რასაც ვლაპარაკობ, ეზოთერიულ მათემატიკაში ჯდება როგორც შვეიცარიული საათი ისე მუშაობს. მაგრამ მაგათთვის არის ეს როგორ რაღაც, იცი, იმდენად შეჩვეული არიან რომ ვაშლი მსხალია, როცა ვეუბნები რომ ვაშლი არ არის, ეს არის მსხალი, ვერ იჯერებენ ამას. ფიზიკის კანონებს უარყოფენ, ეზოთერიის ფიზიკის კანონებს უარყოფენ, რადგან მთელი ეს პერიოდი უთხრეს რომ ვაშლია მსხალი და მე ვეუბნები ეს არ არის ვაშლი, ეს არის მსხალი და უკვირთ და აბსურდად ეჩვენებათ. და ყველაფერთან ერთად ზემოქმედების ქვეშ არიან გარე სისტემური მატრიცის ეზოთერიული მექანიზმების გამოყენების გამო. შენ რომ ჭეშმარიტი სიმართლე აღიქვა, შენში უნდა იყოს სუფთა, რომ სხვაობა იგრძნო. ამიტომაც ვერ გრძნობ, ჩემო ეზოთერიკოსო, ტაროს რომშლი და რაღაც რიტუალებს იყენებ და გგონია სუფთაში ხარ. მე შავ მაგებზე არ ვლაპარაკობ. შავი მაგები არიან, რომლებიც ტაროში ყველაფერი იციან, ისინი აღიარებენ, დემონურია, რადგან პირდაპირ ელაპარაკებიან მათ. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ისეთი არაფერი არ არის, იმიტომ რომ მაგათთან პირდაპირ არასდროს არ გამოჩნდება დემონი. იცის რომ ეს ადამიანი უარყოფს ამას. იცის ვისთან გამოჩნდეს, ვისთან არ გამოჩნდეს, თუმცა თავს თუ დაანებებს, მერე გამოჩნდება სხვა ფორმებში. ამიტომ რაც უფრო შენში სისუფთავეა, მით უფრო ჭეშმარიტ კითხვებს ვამ უფალთან. სისუფთავე და უფალთან კომუნიკაცია და სწორი კითხვები და სწორი სურვილები ერთად არის. შენ უნდა მიაღწიო ჭეშმარიტი კითხვების დასმის მდგომარეობას. სწორი კითხვების დასმა არის შენი ნებისმიერი პრობლემიდან გამოსვლის გასაღები. შენი წარმატების გასაღები. ის გასაღებია სწორი კითხვა, რასაც შენ ამდენი ხანია ეძებ და ვერ პოულობ. შენი კრიტიკული და ჯანმრთელი კითხვების დასმის კუნთი არის ატროფირებული, რადგან ამ კუნთს არ იყენებ. ნახე, როგორც ეხა ხელი მიიბა წელზე და არ ამოძრავო 1 წელი, 2 წელი, 3 წელი. ეს კუნთები ხომ ატროფირდება, ვეღარ ამოძრავებ. ამიტომ თქვენი კრიტიკული კითხვების დასმის კუნთი არის ატროფირებული და როდესაც მოდის მხეცი და ცდილობს შენ შეჭმას, შენ ყველაგერევა ატროფირებული გაქვს კრიტიკული კითხვების დასმის მექანიზმი თავში. ამიტომ შენ ის უნდა გააცოცხლო და გაავარჯიშო და შემდეგ უკვე მიაღწევს იმ ფორმას, სადაც აღარც ვარჯიში დაგჭირდება, აღარც არაფერი. უკვე სრულფასოვანი გახდება და თავის სრულ ფუნქციას შეასრულებს, რომელიც მოგცემს კოლოსალურ შედეგს. იმიტომ კი არ გერევა ყველა რომ სუსტი ხარ, არამედ იმიტომ გერევა რომ ატროფირებული გაქვს კრიტიკული კითხვების დასმის კუნთი. შენი ცხოვრების ნებისმიერი შედეგი სწორედ რომ სწორი კითხვების არ დასმის შედეგია. ნებისმიერი მნიშვნელობა არ აქვს, ეს პირადი ურთიერთობა იქნება, საქმე იქნება, ბიზნესი იქნება, მეგობრები იქნება, ოჯახის წევრი იქნება. პრობლემები იმიტომ გაქვს, რომ კრიტიკულ ჯანმრთელ კითხვებს არ სვამ, არ გაქვს სწორი სურვილები, უფლისმიერი სურვილები არ გაქვს, რომელიც შენთვის არის. არამედ ის სურვილები გაქვს, რომელიც სატანისთვის კარგია და შენთვის გამანადგურებელი. ნებისმიერში შეგიძლიათ დასვათ სწორი ჯანმრთელი კრიტიკული კითხვა მშვიდით და კითხვის ფორმით და არა განშის ფორმით. მაგალითად ურთიერთობაში ავიღოთ. გინდა შენი მეორე ნამდვილი ნახევარი იპოვო? ნამდვილი კითხვები დასვი, გულწრფელი. ის კი არა, როგორ გამოიყურება გარედან და ვიღაცამ გითხრა დაგიტოვა გარე სისტემებმა რომ უნდა ყავდეს მანქანა, უნდა ეცვას ეს, უნდა იცვას ის. ვერ ხვდები რომ ეს არ მუშაობს? ვერ მიხვდი ამდენი პრაქტიკის შედეგად? ერთი მოვიდა, რაც სისტემამ გითხრა არ გამოდგა, რაც სისტემამ გითხრა ესეო, დაგიჯოგა, სიყვარული შემოგფიცა, ბრილიანტი გაჩუქა, არ გამოდგა. კითხვები ხომ უნდა დასვა, რატომ არ გამოდგა? იმიტომ არ გამოდგა, რომ გარედან რაც გითხრეს, რომ ურთიერთობა უნდა იყოს ესეთი, ურთიერთობა უნდა იყოს ეს და როდესაც შენ შინაგან კითხვებს არ სვამ აქაც, რაც შენ მჭირდება და არ ეძებ იმას, რაც შენ მჭირდება პარტნიორში, შენ როგორ გინდა იპოვო სულიერი ტყუპისცალი? ხშირად მოდიან და როგორ ვიპოვო ჩემი სულის ტყუპისცალი? ვერ იპოვი. ამ ფორმით, რასაც გარედან გეუბნებიან რომ ესე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს, ვერასოდეს ვერ იპოვი. ვერც ტყუპისცალს, ვერც ბედნიერებას, ვერაფერს ვერ იპოვი. თუ ნამდვილად გინდა იპოვო შენი სულის ტყუპისცალი, შიგნით დასვი კითხვები, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა? ბრილიანტი საჭიროა თუ არაა საჭირო? არ უნდა გაინტერესებდეს დაქალი რას იბიკებს, iPhone-ი მესამე თაობა თუ მეცხრე თაობა გაქვს, მანქანა ყავს თუ ის ყავს. შენ რა გინდა შიგნით? როდესაც ამ კითხვებს ვამ, მაშინ პოულობ სულიერ პარტნიორსაც. შენ რანაირად გინდა სულიერი პარტნიორი იპოვო, რაც გარედან ჩაგინერგეს სიბინძურე სისულელეები, რომელიც სპეციალურად არ გამყოფებს ბედნიერ მდგომარეობაში, რომ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი იყო, რომ გამუდმებით ეს დაუკმაყოფილებლობა გადაიტანო რაღაც მატერიალურ ქმედებებში, საქმის კეთებაში, ბიზნესის კეთებაში,
ბიზნესი და ეს ცუდი კი არ არის, კაცო, მეც ბიზნესი მაქვს და მეც საქმე მაქვს. სხვა საქმე მაქვს საერთოდ. ყველაფერი ვიცი, მე ფულის კეთება როგორ ხდება და ის როგორ ხდება და ეს როგორ ხდება, მაგრამ სხვა რაღაცას გეუბნებით, ხალხო. გარე სისტემებით ვერც ურთიერთობაში იპოვით, პარტნიორს ვერც ღმერთს იპოვი, ვერც სიყვარულს იპოვი, მეგობრის, მაკაც ვერაფერს ვერ იპოვი. გარედან რაც დაგიტოვეს და გიტყვეს და ეზოთერიაში ვერ იპოვი და ვერ იპოვი ღმერთს. თუ გარე მექანიზმებს იყენებ, ტაროს, ნუმეროლოგიას, ჰოროსკოპს, რომელიც გეუბნება ყოველ დღე რა უნდა ქნა, თან ვინ გეუბნება? ამაზე დაფიქრებულ ხარ? ყველანი შავმაგიაში არიან ან შავმაგთან აგზავნიან. ეს თქვენი ვინც ბავშვობიდან უსმენთ იმ კაცს. გესმით რა ხდება? ყველა გარე ცუდია, შენ შიგნით რაც არის სხეულში, მაგარია ღვთიურია. როდესაც შენ გარე სტატუსებს და ამ ყველაფერზე ვარს ამბობ და როდესაც შენ პედისტალზე არ აყენებ არც ეზოთერიკოს და არც მოძღვარს და არავის, როცა ეზოთერიკოსი გეკითხება, წვდომები მომეცი შენ ჩაკრებზე კითხვას ვამ. რა გინდა შენ ჩემ ჩაკრებთან? ხვდებით, კრიტიკულ კითხვას ვამ. კითხვებს ვამ, გადარჩი და გაძლიერდი. ხოლო როდესაც გარე სისტემებს უყურებ და მოძღვრები ხელზე აკოცნილებენ და იესომ ფეხები დაბანა ამ დროს და ესენი როდესაც ხელზე გაკოცნილებენ და გეუბნებიან როგორ უნდა მოიქცეთ სულიერ ადამიანებთან, არასწორად გეუბნებიან. ხვდებით, ყველა გეუბნებათ გარეთ არასწორად. და მე კითხვებს აღარ სვამთ და მე ყველა თქვენ გიყენებთ და ყველა თქვენზე ფეხს თელავს. პოლიტიკოსი იქნება ეს, ურთიერთობაში იქნება ეს, სულიერებაში იქნება ეს, თუ სადაც არ უნდა იყოს, ყველგან. ყველა შენზე ფეხს იწმენს, როდესაც შენ გარემოდან მოწოდებულ მდგომარეობებს იღებ და არ სვამს შიგნით ნამდვილ კითხვებს, როცა შენი ნამდვილი კითხვები არ გაქვს, როცა კრიტიკული კითხვები არ გაქვს. ამოვა მე ადამიანი და უფალო რატო არ მეხმარები? ადამიანო, არ სვამ შენ უფლისთვის სწორ კითხვებს. ეუბნები უფალს 4 წლის ვარ და RPG მომეციო. არ მოგცემს შენ RPG-ს, რაკეტას არ მოგცემს უფალი. შენ რასაც ითხოვ შენთვის არ არის ის და არასოდეს არ მოგცემს. მაგას უფალი სულ კალთები დაიხიო, არ მოგცემს შენთვის არის დამანგრეველი. და უფალი არ მოვა შენთან და არ გეტყვის შენ ისე ქენი, შენ ასე ქენი. შენ არ ეუბნები შენ შვილს როგორ იცხოვროს შენ ყოფნის ამდენი ცნობიერი. და უფალს წარმოიდგინე ახლა რაოდენ ზემოწიწებით ცემს შენს ნებას პატივს. ვერც გააცნობიერებ ამას რა წარმოუდგენელი კოლოსალური ძალით ცემს უფალი შენს ნებას პატივს. რატო იცი? უფალმა შენს ნებას პატივი რო არ სცეს, შენ დაკარგავ ყველანაირ ძალას ამ სამყაროში. სატანა შეგიპყრობს უცებ, ნება აღარ გექნება. ნახე, უფალმა ერთი ადამიანის ნებაც კი რომ დაარღვიოს, ერთი ადამიანის ნებაც კი, ის გატეხავს ნების ძალის ძალას. აი ახლა უფალმა დაარღვია ვიღაცის ნება და რაღაცები გაუკეთა, თქვა, რაც არასოდეს არ მოხდება. თუ ეს მოხდა, ადამიანს შეეპყრობა დემონები, ყველა შეიყრება მასში უცებ. რატომ იცით? ადამიანის ნების ძალა დაკარგავს ძალას. თქვენი ნება არავინ არ უნდა გატეხოს, ვერავინ. და ამ ნებას პირველ რიგში უფალი იცავს თქვენი ნების დაცვით. ამიტომაც არ შემოდის უფალი თქვენთან და არაფერს არ გეუბნებათ პირდაპირ. პირველი დამცველი თქვენი ნების არის უფალი და აქედან გამომდინარე დაცული ხარ სატანისგან და ყველა ბნელი არსისგან, შენ თუ არ გაცემ ამ ნებას რა თქმა უნდა. ამიტომ ითხოვეთ ღვთიური სურვილები, დასვით ღვთიური კითხვები. ნუ სვამთ დემონურ კითხვებს. რას ნიშნავს სიტყვა დემონი? დემონი, დედამიწის მონა. როდესაც შენ დედამიწისეულ მონურ კითხვებს და სურვილებს სვამ და როდესაც დედამიწისეულ მონურ სურვილებს ითხოვ, ვინ გეხმაურება? დემონი. დედამიწის მონი, მონა. დედამიწის მონა გეხმაურება. შენ კითხვას კი არ სვამ, შენ შედეგს იღებ. შენ სურვილს კი არ ითხოვ, შენ შედეგს იღებ. რა კითხვასაც სვამ და რა სურვილსაც უთქვამ, იმ შედეგს იღებ. სვამ დედამიწისეულ მონურ კითხვებს, იღებ დედამიწისეულ დემონურ შედეგს, დედამიწის მონის შედეგს და დემონი შენ არასდროს არ მოგცემს კარგს. დასკვნა, არსებობს ორი კითხვა და ორი სურვილი, დემონთან და უფალთან. რომელთანაც სვამ კითხვას, მას მიმართავ შენ, მასზე ილოცები შენ, მასთან ურთიერთობ შენ. დედამიწის მონურ კითხვებს და სურვილებს თუ სვამ, არ მიმართავ უფალს, არამედ მიმართავ პირდაპირ დემონს. მაგრამ შენ გონია რომ უფალს მიმართავ. არავინ არ გეუბნება ამას, რატომღაც. არავინ არ გიხსნის ამ ყველაფერს. ნეტავ რატომ? იმიტომ რომ მილიონობით ადამიანმა და ქრისტიანმა თუნდაც იურთიერთოს დემონთან, ჩაუთქვას მასთან სურვილები, გააკეთოს ეს ის. რელიგია კიდევ ისეთ პასუხებს გაძლევს, რომ ვეღარ მოთხოვო. გითხრა რომ ფული ცუდია, ის ცუდია, ეს ცუდია და ეხა მოძღვართან რომ მიხვიდე და უთხრა ჯეისმა ამიხსნა ყველაფერი და ეს როგორ არის? გეტყვის შენ ხო გითხარი რომ ცუდია? გესმით? არ გეუბნებიან სიმართლეს. არ გიხსნიან, მათაც არ უხსნიან, იმიტომ რომ ისინიც სისტემის ნაწილი არიან. რატომ არ ლაპარაკობენ აბა ამას, რასაც მე ვლაპარაკობ? დავიჯერო აქამდე არ გამოვიდა ვინმე ჭკვიანი? ჩემზე მეტი ჭკვიანები არიან, იქ დარწმუნებული ვარ და ყოფილან ჩემზე მეტი ბძენებიც და ჩემზე დიდად სულის მქონე ადამიანები, მაგრამ რატომღაც ვერ შეძლეს ეს, იმიტომ რომ ის სისტემური ცოდნები და ის სისტემური გარე პროგრამები საშუალებას არ აძლევს გახსნას სული ადამიანმა ბოლომდე ნამდვილი კითხვები რომ დასვას და თუ დასვამს არც აჩერებენ, შეიძლება გააგდონ ტაძრიდან. არსებობს ორი კითხვა,
კითხვლის კითხვა და სურვილები, რომელსაც უფალი ეხმიანება და პასუხობს და როცა პასუხობს იღებ მაგარ შედეგს. არის მეორე კითხვა, დემონური კითხვები და სურვილები. დედამიწისეული მონური სურვილები და კითხვები, რომელიც განადგურებს. ჯანმრთელი კითხვის დასმა და ჯანმრთელი შედეგის მიღება არის სამყაროს კანონზომიერება. არაჯანმრთელი კითხვის დასმა და არაჯანმრთელი შედეგის მიღება არის სამყაროს კანონზომიერება. თავად კითხვა სამყაროს კანონზომიერება და რომელ ნაწილში გამოიყენებ ამას აქვს მნიშვნელობა. რა კითხვასაც ვამ, იმ შედეგს იღებ. ამიტომ ყველას გისურვებთ სწორი კითხვები დაგესვათ, სწორი სურვილები გქონოდეთ და ამით მიგეღწიოთ ყველაფერს საუკეთესოს. ყველას გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. დალოცვილები იარეთ. ამინ.